ჩემი ნამუშევარი შესრულებულია კინის მასალაში. კონცეფცია თავიდან იყო იდეა ის, რომ მაქვს სერია დაახლოებით მინიმალისტური ნამუშევრების, რომელიც კინაში არის შესრულებული და მინდოდა ასე ვთქვათ, ჩემი სერია გამეგრძელებინა და გავაკეთე 6 ცალი სექსის პოზა, რომელიც უბრალოდ ჩემს ხვევითაც ავარჩიე და დაახლოებით პროცესი 1 კვირა დამჭირდა გავაკეთე ჩემი ხელით. ანუ ასე ვთქვათ, ექსპერიმენტიც იყო ჩემთვის იმ მხრივ, რომ ვისწავლე კინაზე ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად მუშაობა. რაც შეეხება ამ გამოფენას, ვფიქრობ, რომ ჩვენთვის როგორც მესამე კურსის სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თითოეულმა სტუდენტმა დამოუკიდებლად იმუშავა, უბრალოდ ირინა პოპიაშვილი როგორც ჩვენი კურატორი გვიწევდა ასე ვთქვათ, ერთგვარ ორგანიზებას. ეს გამოფენა მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს აქამდე ჩვენი სტუდენტების მესამე კურსის გამოფენა, ეს არის უკვე ამათი ინიციატივით გაკეთებული გამოფენა და სპეციალურად ამ სივრცისთვის გაკეთებული გამოფენა. იმიტომ რომ ჩვენი თავისუფლების ვიზუალურ ხელოვნების და დიზაინის სკოლის სპეციფიკა ის არის, რომ ესენი აკეთებენ ძალიან ბევრ გამოფენებს, ანუ სემესტრში აკეთებენ 2 გამოფენას. ისინი უკვე მესამე კურსი არიან, მათთვის აუცილებელი არ იყო გამოფენის გაკეთება, ეს არ არის ნიშნის გულისთვის გაკეთებული, ეს უბრალოდ მათი შემოქმედება და აქ გამოჩნდა, როგორ რა ისწავლეს მათ ამ 2 წლის განმავლობაში გამოფენის გაკეთება, ნამუშევრების ინსტალაცია და რა თქმა უნდა, ბუნებრივად თითოეული მათგანის დამოუკიდებელი ხედვა.